სწრაფი ყვების მიმართულებით ვინაცვლებთ, წიწილაზე გიყვებით, რომელსაც პრინციპში ჩვენი მაყურებელი უკვე კარგად იცნობს. ძალიან ბევრი სიახლე აქვს კომპანიას, მათ შორის პურის საწარმო, ახალი ლოკაცია. ყველა ამბავს წიწილას დამფუძნებელთან, მარიამ მარხულიასთან ერთად შევაჯამებთ. მარიამ, მოგესალმები. მადლობა შენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მარიამ, დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. მარიამ, უპირველესად მინდა დავიწყო სიახლით. ახალ ლოკაციაზე უკვე წიწილა, როდის დაიგეგმა ეს, სად შეუძლია მომხმარებელს გარდა უკვე კოსტავას ფილიალისა დააგემოვნოს წიწილას სენდვიჩები და არა მხოლოდ სენდვიჩები. სულ ცოტა ხნის წინ გავხსენით ახალი ფილიალი, რომელიც არის მთაწმინდის პარკში, მაგრამ ახლა აქტიურად ვეძებთ კიდევ ერთ ლოკაციას იმისთვის, რომ გავიხსნათ იქიდან გამომდინარე, რომ წიწილაზე მოთხოვნა იზრდება და ჩვენ გვსურს, რომ ეს მოთხოვნა ძალიან მოკლე დროში დავაკმაყოფილოთ. მარიამ, თავიდან როდესაც იწყებდით წიწილას, ილოდით თუ არა ასეთ მოთხოვნას და შენი აზრით რატომ შეიქმნა ასეთი დიდი მოთხოვნა? ის რომ ხშირად წერთ ხოლმე მათ შორის სოციალურ ქსელში, რომ დღეს ძალიან ბევრი შეკვეთა, ცოტა ფერხდება, ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს დღეს წიწილას. აი რატომ შენი აზრით? თავიდან როცა ვქმნიდი წიწილას, წარმოდგენაშიც კი არ ვქონდა, რომ ასეთი განვითარება ექნებოდა ჩვენ საქმეს. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად აი უფრო ფინანსურ მხარეს რო შევეხოთ მაგალითად, საშუალოდ ბიზნეს მინიმუმ 9 წელი ჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი თავის რჩენა დაიწყოს. წიწილამ კი დაიწყო მეორე თვიდან, რაც არის ჩემთვის პირადად საოცარი შედეგი. რატომ არის ამხელა მოთხოვნა და რატომ მოეწონა ასე ქართულ ხალხს? იმიტომ რომ არის ახალი, განსხვავებული და რაც მთავარია, არის პროდუქტი, რომელსაც შეუკვეთავ და გეცოდინება, რომ იქნება საკმარისი, იქნება კარგი ულუფა და იქნება ფასის პროპორციული. ქართულ ბაზარზე ეს არის იშვიათი. ნამდვილად. პროპორციები ყოველთვის ნაკლებია ხოლმე, ფასთან შედარებით, სულ ეს არის ხოლმე მომხმარებლის მოთხოვნა მთავარი და პრეტენზია. ზუსტად სხვათა შორის, როდესაც ულუფების ზომაზე ვსაუბრობდით, ჩვენმა პირადმა გამოცდილება მიმოქმედა ამაზე ძალიან, იმიტომ რომ ჩემს ბიზნეს პარტნიორს რაც ეწვევებას და მე არ გვქონდა ბიზნესში გამოცდილება, ჩვენ მუშაობდით სხვადასხვა კომპანიებში და ჩვენი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ სულ გვშიოდა, ასე ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ მუშაობდით დღეში 12 საათი და გვსურდა კერძის გამოძახება, რომელიც იქნებოდა თან გემრიელი, თან საკმარისი და დღეში გვიწევდა რამდენჯერმე კერძის გამოძახება, ეს იქნებოდა 2-ჯერ თუ 3-ჯერ. როდესაც ქმნიდი წიწილას, პირველი რაც გამახსენდა იყო ზუსტად ეს გამოცდილება და მინდოდა რომ ადამიანისთვის ჩვენი პროდუქტი ყოფილიყო საკმარისი და ყოფილიყო ისეთი, რომელიც არა მხოლოდ მისთვის იქნებოდა, არამედ მაგალითად თავის თანამშრომელს გაუყოფდა, მეგობარს გაუყოფდა და იქნებოდა ბევრი და გემრიელი. კი, ნამდვილად ასე გამოდგა და მენიუ არის მრავალფეროვანი, მხოლოდ სენდვიჩებს არ მოიცავს, ხო და მუდმივად ახალი, ასე ვთქვათ, კერძებიც ემატება. რას მოიცავს ახლა რო შევაჯამოთ და სიახლებით ვარია მიმართულებით? ზოგადად ვიტყოდი, რომ სწრაფი კვება რესტორნისგან იმითი განსხვავდება, რომ სულ გიწევს მენიუს განახლება და ეს არის ძალიან რთული საქართველოს პირობებში. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტები, რომელიც არის ძალიან გემრიელი და ძალიან განსხვავებული, საკმაოდ მაღალი ფასი ღირს. ხო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩამოაქვთ, ან მაგალითად საქართველოში არ იწარმოება ეს პროდუქტები და გიწევს მაღალი ფასით ამ პროდუქტების შესყიდვა. შემდეგ კი კერძის ფასი მატულობს და ზოგჯერ ისეთი ფასიც, ზოგჯერ შეგვიქმნია ისეთი პროდუქტიც, რომელიც იყო ძალიან გემრიელი, მაგრამ ისეთი ფასი იყო, რომელიც არ გვინდოდა რომ ყოფილიყო ჩვენს მენიუში, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ზვირდება. არ გვინდოდა რომ ჩვენ მომხმარებელს შეეკვეთა კერძი, რომელიც აღიარებოდა 35 ლარი ან 40 ლარი და ამ იდეაზე უარი გვითქვავს. მაგრამ ხო, ეს არის ერთი მხარე. იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს მაინც დიდი არჩევანი, ასე ვთქვათ. ხო, რომ თან ფასი დაიჭირო, თან ხარისხი, თან მუდმივად მრავალფეროვანი იყოს. და რაც შეეხება სწრაფ კვებას, მაინც ჩვენი ძირითადი მომხმარებლების ბირთვი არიან ქართველები. 90% წიწილას მომხმარებლების არიან ქართველები. ჩვენ გვიწევს სულ რომ მენიუ განვაახლოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ელემენტარულად ადამიანს არ მოვეზრდეს ერთი და იგივე გემო. რესტორანში კიდე ქართულ სამზარეულოში არსებობს ტრადიციული გემოები, ადამიანი მიზანმიმართულად მიდის რესტორანში, რომ ჭამს ქართული კერძი და წიწილაში უნდა იყოს ძალიან კრეატიული, ამავდროულად ნაწილობრივ ეკონომიური და ამ ყველაფრის ხარჯზე შეინარჩუნო ძალიან მაღალი ხარისხი. ზაფხულის მოსვლასთან ერთად, რა თქმა უნდა, დავამატოთ უფრო მსუბუქი კერძები.
ეს არის დაუბრუნეთ სეზონური კერძები, ეს არის სენდვიჩი ტარხუნათი, ვეგანური რუკოლათი, უფრო ისეთი კერძები, რომელიც ძალიან მოთხოვნადი იყო და ზაფხულის პროდუქტები არის უმეტესწილად გამოყენებული. რაც შეეხება ლანჩებს, ერთი პერიოდი ჩავატარეთ ეს ეგრეთ წოდებული ექსპერიმენტი და დავამატეთ ქართული გემოების ლანჩები. ეს იყო ტყემლის ლანჩი ქათმით, ლანჩი შქმერულად, მაგრამ აღმოჩნდა ის, რომ ქართული გემოები მოწონთ უფრო სენდვიჩებში. ლანჩებში კი გადავწყვიტეთ, რომ დაგვეჭირა უფრო ჯანსაღი მიმართულება, ეს არის ქათამი გრილზე თავისი გარნირებით და ეხლა დავამატეთ უფრო სწრაფი კვების მიმართულება, სადაც არის მდნარი ყველი, კარტოფილი, ფრიქათამი და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე ქართული ლანჩები, რატომღაც ესეთი საინტერესო განსხვავება არის. მაგრამ წიწილაში რომელი გემოა მომხმარებლისთვის ყველაზე საყვარელი? ქართული გემო. წიწილა არის კლასიკური სწრაფი კვების, ქართული სწრაფი კვების ობიექტი, მაგრამ ქართული გემოები არის ჩვენი მომხმარებლებისთვის საყვარელი. ეს არის ჯონჯოლი, ტარხუნა, პიტნის соуსი, გემოები, რომელიც არის ქართული და ევროპული გემოების ნაზავი. აღმოჩნდა ქართველებისთვის ძალიან საყვარელი და საინტერესო. მაგრამ წიწილამ რა სიახლეს შემოიტანა ბაზარზე, შენი აზრით? რა აკლდა ქართულ მომხმარებელს და რა გააჩინა წიწილამ? ძალიან ბევრი ობიექტი გაიხსნა, რომელიც თავაზობს ადამიანებს სენდვიჩებს. წიწილამდე ასეთი სიმრავლე სენდვიჩების არ იყო. როდესაც ჩვენ ხსნიდით წიწილას, გვინდოდა სრულიად განსხვავებული ახალი გემოების შემოტანა და ვფიქრობ, რომ ზუსტად ამან დაიმკვიდრა საკუთარი თავი ქართულ ბაზარზე ძალიან მალე. მოთხოვნა გამომდინარე, უკვე დღეში დაახლოებით რამდენი სენდვიჩი მზადდება წიწილაში? სტაბილურად წიწილაში იყიდება 300-მდე სენდვიჩი და რა თქმა უნდა ლანჩებიც. მაგრამ აქციების პერიოდში ეს რიცხვი ორმაგდება. აქედან გამომდინარე, წინაზე გქონდა ესეთი შემთხვევა, რომ ჩავერთეთ ერთ-ერთი აქცია და იმ ხალა მოთხოვნა იყო, ადამიანური რესურსი არ აღმოჩნდა საკმარისი. მაგრამ ჩვენი სტაბილური მუშაობა, სადაც ძალიან მაღალ ხარისხს ვიჭერთ და სისწრაფეს, არის 300 სენდვიჩი და ახლობით 200 ლანჩი. შვენიერი მასშტაბია უკვე ამ მცირე პერიოდის ერთი ობიექტისთვის ეს აქ მაქვს საუბარი მხოლოდ მერაბ კოსტავას ფილიალზე. მერაბ კოსტავას ფილიალისთვის მე ვფიქრობ, რომ ეს არის მაქსიმუმი. კი. მარიამ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ზოგადად ბიზნესს აქვს ამ ეტაპისთვის, წიწილას გულისხმობ, არის პურის საწარმო, ხომ, რომელიც სულ ახლახანს ამოქმედა. ამ მიმართულებით როგორი სიახლეებია? წიწილას საწარმო გავხსენით იმისთვის, რომ მუშაობის სისტემატიზაცია მოგვეხდინა. ახლა გავხსენით მეორე ფილიალი და ეს იქნებოდა შეუძლებელი, რო არ ყოფილიყო ჩვენი საწარმო, სადაც ვამზადებთ ყველა საჭირო პროდუქტს, რომელიც გადაგვაქვს სხვადასხვა ობიექტზე. როგორც თქვი, აქტიურად ვეძებთ უკვე ახალ ლოკაციას და ზუსტად ამაში დაგვეხმარება ჩვენი საწარმო, სადაც ვაკეთებთ соуსებს, პურს, სხვადასხვა პროდუქტი მზადდება მანდ და ვფიქრობ, რომ როდესაც ვსაუბრობთ სწრაფი კვების ობიექტზე, რომელიც მით უმეტეს არის ქსელური, აუცილებელი არის ზუსტად აი ამის შემოტანა, რომელიც რა თქმა უნდა საწარმოს გახსნა არის კონკრეტულ ხარჯებთან, ახალ კადრებთან დაკავშირებული, მაგრამ ეს არის აუცილებელი, ეს არის ბირთვი, სადაც მზადდება ყველაფერი და მუშაობა იწყება აქ. იდეაში ეს არის საწარმო, რომელიც გაძლევთ გაფართოების, განვითარების შესაძლებლობას, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც გავხსენით პირველი ობიექტი, მაინც ვახერხებდით იმას, რომ ზუსტად მერაბ კოსტავას ფილიალში გაგუკეთებინა ყველაფერი, მაგრამ განვითარებაზე და გაფართოებაზე ფიქრის შემდეგ მივხვდით, რომ ეს იქნებოდა აბსოლუტურად წარმოუდგენელი საწარმოს გახსნის გარეშე. კი ბატონო. მაგრამ რა არის მთავარი გამოწვევები, რაც ახლა არსებობს თქვენი აზრით, თქვენი შეფასებით ამ მცირე პერიოდის მანძილზე, რაც დაიწყო წიწილამ ოპერირება? რა არის მთავარი სირთულეები, რასაც აწყდება ბიზნესი, სწრაფი კვების ბიზნესი დღეს საქართველოში? პირველ რიგში ვიტყოდი კადრების დეფიციტი. ეს პრობლემა არის მართლა ძალიან რეალური, მით უმეტეს ზაფხულის პერიოდში, იქიდან გამომდინარე, რომ სტაბილური კადრის შენარჩუნება არის ძალიან რთული, ძალიან ბევრი ადამიანს სურს სეზონზე სამი თვით სამუშაო წასვლა და ახალი კადრის აყვანა 10-ჯერ უფრო რთულდება, ვიდრე სტაბილურ არასეზონის პერიოდში. მე გამოვყოფდი პირველ რიგში ამას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვიწევს ორმაგი რესურსის დახარჯვა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ამ პერიოდში ხარისხი.
ასევე ვიტყოდი იმას, რომ უშუალოდ საზაფხულო სეზონზე რო ვისაუბროთ, შეიძლება ადამიანს შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის და ამ დროს გაყიდვები და მოთხოვნები უნდა გაიზარდოს. მაგრამ ჩვენი წიწილას მუდმივი მომხმარებელი არიან ქართველები, რომლებიც მიდიან დასასვენებლად. და პირიქით უფრო რთულად არის ხო, ჩვენი გაყიდვების სერიოზულ, გაყიდვების დისბალანსი ხდება იმის ხარჯზე, რომ ჩვენი მუდმივი მომხმარებლები დროებით მიდიან, დროებით ვკარგავთ მათ და სამწუხაროდ ტურისტებიც არ აბალანსებენ მოთხოვნას. აქედან გამომდინარე გვიწევს ადაპტაცია კადრების დეფიციტთან და მოთხოვნის კლებასთან. შემცირებასთან. მარიამ, რა არის წიწილას გეგმები უახლოეს პერიოდის? ან თუნდაც ამავე პერსპექტივის ჭრილში. ის რომ უდმოდ ვითარდებით, ეს მნიშვნელოვანია თბილისის მასშტაბით, თუმცა თბილისის მიღმაც თუ გეგმები. ხო, ზოგადად წიწილა არსებობს 1 წელია, უკვე წიწილა გახსნილია 1 წლის განმავლობაში. სიმართლე რო გითხრათ, ჩვენ ახალი ობიექტი გაიხსნა 1 წლის თავზე, ზუსტად მაისში გავხსენით პირველი ობიექტი და მეორე უკვე მაისში დაიწია. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ არ გვინდოდა რომ გვეჩქარა. ჩვენ გვინდოდა რომ მაქსიმალურად დაგვეხვეწა ჩვენი მუშაობა, ჩვენი პროდუქტები, ჩვენი მენიუ ერთ ობიექტზე, იმისთვის რომ უკვე სხვა ლოკაციებზე დაგვეწყო მუშაობა. ეხლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მზადვართ რომ კიდევ ერთი ობიექტი ავიღოთ, აქტიურად ვეძებთ ლოკაციას და ვფიქრობთ იმას, რომ გვსურს რომ წიწილა იყოს ყველგან, წიწილა იყოს ყველასთვის და წიწილა იყოს ყოველ დღე. ძალიან კარგი, მოკლედ მოყვებით ამ გეგმებში წარმატებები, მარიამ, ყველა მიმართულებით და მოკლედ ველოდებით წიწილასგან მუდმივად სიახლეებს. მარიამ მარხულია, წიწილას დამფუძნებელი იყო ჩვენთან.